სალამი მოგესალმებით, ვაგრძელეთ Warren Wiersbe-ის ბიბლიური კომენტარების ქართულ ენაზე ატვირთვას. ჩვენ როგორც გითხარით, მათეს სახარება დავამთავრეთ და აღარ დაუბრუნდებით ახალ აღთქმას, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა მორჩეთ ახლა ეს დაბადების წიგნი და 24 თავზე მივედით თითქმის. როგორც წინა თავებში თუ გახსოვთ, ბატონი Warren-ი გადაახტა, ესე იგი დაუბრუნდება რა თქმა უნდა, გადაახტა თავს 23 თავს და 24-დან იწყებს. ესე ჩათვალა მან საჭირო, ასე რომ მისი მე-24 ნაწილი ემთხვევა ზუსტად დაბადების წიგნის მე-24 თავს. ასე რომ არ დავიბნეთ, არ გამოუტოვებია, არ გამორჩა, უბრალოდ გადაახტა და შემდეგ დაუბრუნდება. ალბათ უფრო თემატობრივად და მნიშვნელობის თვალსაზრისით, ხო? და ეს თავი ეხება ისააკისთვის შერჩევას საპატარძლოს რებეკა, რომელიც ძალიან კარგი ანალოგია იესო ქრისტესის და ეკლესიის და ნახავთ, რამდენი მუხლებია, მე შეცდელების და გვარად შევეცადე მომიყვანა მუხლები, მაგრამ ძალიან ბევრი მუხლებია ახალი აღთქმიდან და გთხოვთ, ამოიწეროთ, მოინიშნოთ და მერე ჩაიხედოთ, თუ გინდათ რომ კარგად შეივსოს და კარგად ბიბლიაც შემოგესწავლებათ ამ პროცესში. წარმოგიდგენიათ, ძველ აღთქმას ჩვენ წავიგითხავთ, რატომ არის ძალიან კარგი ესეთი ქადაგებლებიცით, რომლებიც პარალელებს ყოველთვის ასევე ჯონ მაკარტურიც, ხო? იმიტომ რომ ეს წიგნი იესო ქრისტესია დაწერილი, მთლიანად ბიბლია. ასე რომ ძველ აღთქმაში ჩვენ იესო, სახარება, ხსნა, ყველაფერი შეგვიძლია მოვიძიოთ. ეს არის მნიშვნელოვანი, სულიწმინდაც კი. ასე რომ ამიტომ მნიშვნელოვანია პარალელების გავლება, რომ მთლიანად ღვთისმსულიერია ბიბლია და ეს არ არის ცალ-ცალკე ავტორების დაწერილი. ამ დროს არის, მაგრამ ამ დროს არ არის. ხო, ამ პარადოქსებს ჯონ მაკარტურმა გახსოვთ ბევრი ისაუბრა. ამიტომ ეს თავი ყველაზე დიდი თავია დაბადების წიგნში, ვინც არის იცით და მნიშვნელოვნად არის და ესე ვთქვათ გამორჩეული იმის გამო, რომ აი პარალელიზმი იესო ქრისტესთან. აი მოდით ახლა მოусვინოთ Warren Wiersbe-ის, მაგრამ ჯერ წავიკითხოთ ეს თავი ბიბლიიდან, დაბადების 24 თავი. მოხუცდა ა ブラ ამი, ხანში შევიდა და აკურთხა უფალმა ა ブラ ამი ყველაფრით. და უთხრა ა ブラ ამმა თავის სახურს, სახლთუხუცეს, ყოველივეს განგებელს, რაც გააჩნდა. ამოვიდე ხელი საზარდულ ქვეშ და დაგაფიცებ უფალს, ცისა და მიწის ღმერთს, რომ არ მოგვრით ცოლს ჩემს ძეს ქანაანის ასულთაგან, რომელთა შორისაც მე ვცხოვრობ, არამედ წახვალ ჩემს ქვეყანაში, ჩემს სახლეულთან და იქიდან მოუყვან ცოლს ჩემს ძეს ისააკს. უთხრა მსახურმა, ეგება არ ინებოს ქალმა ჩემთან ერთად ამ ქვეყანაში წამოსვლა, მაშინ დავაბრუნო შენი ძმა იმ ქვეყანაში, საიდანაც გამოხვედი? უთხრა ა ブラ ამა, გაფრთხილებ, ნუ დააბრუნებ იქ ჩემ ძეს. უფალი ცის ღმერთი, რომელმაც მამაჩემის სახლიდან და ჩემი ქვეყნიდან გამომიყვანა, რომელიც მელაპარაკებოდა და მეფიცებოდა, რომ ჩემ შთამომავლობას მისცა და ამ ქვეყანას ის წაგიმძღვრარებს თავის ანგელოს და წამოიყვან იქიდან ქალს ჩემი ძისათვის. ხოლო თუ არ ინება ქალმა წამოსვლა, მაშინ თავისუფალი იქნება ჩემი ფიცისაგან. ოღონდ არ დააბრუნო იქ ჩემი ძე. და ამოუდო მსახურმა ხელი ა ブラ ამს თავის ბატონს საზარდულ ქვეშ და შეფიცა მისი თხოვნისამებრ. გამოიყვანა მსახურმა 10 აქლემი თავისი ბატონის ჯოგიდან, ხელში აიღო ყველგარი განძი თავისი ბატონის ქონებიდან, ადგა და წავიდა შუამდინარეთში, ნახორის ქალაქისაკენ. და ჩაამუხლა აქლემი ქალაქგარეთ, წყლის ჭასთან, საღამოხანს წყლის მზიდავი ქალების გამოსვლის ჟამს. თქვა, უფალო ჩემი ბატონის ა ブラ ამის ღმერთო, შემეწიე დღეს და უყავი წყალობა ჩემს ბატონს ა ブラ ამს. აჰა, ვდგავარ ჭასთან და სადაცაა ქალაქის მკვიდრთა ასულნი გამოვლენ წყლის ამოსახაპავად. ვეტყვი ქალწულს, მომიდრიკე შენი სურა, რომ წყალი დავლიო მეთქი და თუ მიპასუხა შენ ცდალიე და აქლემებსაც დაგირწყულებო, სწორედ ის იქნება დადგენილი შენი მორჩილი ისააკისათვის. ამით შევიტყო, რომ სიკეთე უყავი ჩემს ბატონს. ჯერ ლაპარაკიც არ დაემთავრებინა, რომ ხარზე სურა შემოდგმული რებეკა გამოჩნდა, ბეთუელის, მილქასი და ა ブラ ამის ძმის ნახორის ძის ქალიშვილი. ძალიან ლამაზი ქალწული იყო რებეკა, რომელსაც ჯერ მამაკაცი არ შეეცნო. ჩავიდა ჭასთან, სურა ავსო და ამოვიდა. წინ მიეგება მსახური და სთხოვა, ცოტა წყალი დამალევინე შენი სურიდან. მან უპასუხა, დალიე ბატონო, სურა მხრიდან ჩამოიღო და დაალევინა. წყურვილი რომ დაუცხრო, უთხრა, შენი აქლემებისთვისაც ამოვხაპავ წყალს, ვიდრე არ დარწყულდებიან. სწრაფად ჩააცალა თავის სურა გეჯაში და ისევ ჭისაკენ გაეშურა წყლის ამოსახაპავა და ამოხაპა ყველა მისი აქლემისათვის.
ჩუმადაკვირდებოდა ქალს კაცი და ცდილობდა გაეგო სასიკეთო წარუმართა თუ არა გზა უფალმა. აკლემები რო დარწყულდნენ, აიღო აბრაჰამის სახურმა 9 შეკელის წონა ოქროს რგოლი და 10 შეკელის წონა 2 სამაჯური. და კითხა, ვისი ასული ხარ? მითხარი, მამა შენის სახში ღამის გასათევი ადგილი თუ იქნება ჩემთვის. უპასუხა, ბეთუელის შვილი ვარ, მილქასი და ნახორის ძისა. კვლავ უთხრა, ბზეც გვაქვს და თივაც და ღამის გასათევი ადგილიც ბევრია ჩვენთან. მუხლი მოიყარა კაცმა და თაყვანის საუფალს. თქვა, კურთხეულია ჩემი ბატონის აბრაამის უფალის ღმერთი, რომელმაც არ მიატოვა ჩემი ბატონი თავისი წყალობითა და ჭეშმარიტებით. სწორი გზით მომიყვანა უფალმა ჩემი ბატონის ძმათა სახლში. გაიქცა ყმაწვილი ქალი და შეატყობინა ეს ამბავი დედამისის სახლეულს. ძმა ჰყავდა რებეკას, სახელად ლაბანი და გამოეშურა ლაბანი ჭისაკენ იმ კაცთან. როცა თავის და საყურები და ხელზე სამაჯურები დაუნახა და თავის დის ნათქვამი გაიგონა, მივიდა იმ კაცთან, რომელიც ჭის გვერდით იდგა თავის აკლემებთან. უთხრა, წამობრძანდი, უფლის კურთხეულო, გარეთ რისთვის გახარ? ბინა და აკლემების სადგომი გაგიმზადე. შევიდა კაცი სახლში, მოხსნა ტვირთი აკლემებს, თივადაბზე დაუყარა მას და მის თანმხლებს წყალი მიუტანა ფეხების დასაბანად. და როცა საჭმელი დაულაგა წინ, მან თქვა, არ შევჭამ, ვიდრე ჩემს სათქმელს არ ვიტყვი. და უთხრა ლაბანმა, თქვა, მე აბრაამის მსახური ვარ. ფრია დაკურთხა და განადიდა ჩემი ბატონი უფალმა და მისამას ფარები და ნახირები, ოქრო ვერცხლი, მსახური და მხევანი, მრავალი აკლემი და სახედარი. და შვა სარამ ჩემი ბატონის ცოლმა, ძე ჩემი ბატონისთვის სიბერიჟამს და მისამას აბრაამა ყველაფერი რაც კი გააჩნდა. დამაფიცა ჩემმა ბატონმა და მითხრა, არ შერთო ცოლი ჩემს ძეს ქანაელთა ასულთაგან, რომელთა ქვეყანაშიც მე ვცხოვრობო. არამედ წადი მამა ჩემის სახლეულში და ჩემი ნათესავებიდან მოგვარეო ცოლი ჩემს ძეს. და უთხარი ჩემს ბატონს, რომ არ წამოუყვეს თქო ქალი? მითხრა, უფალი რომლის წინაშეც მე დავდივარ, წარმოავლეს ანგელოს, რომელიც გზას წარგიმართავს და ჩემს ძეს ჩემი სანათესაოდან, მამა ჩემის სახლეულიდან მოუყვან ცოლს. ჩემი ფიცისაგან მაშინ იქნები თავისუფალი, როცა ჩემს ნათესაოში მიხვალ და ქალს არ გამოგაყოლებენ. და მოვედი დღეს ჭასთა და ვთქვი, უფალო ჩემი ბატონის აბრაამის ღმერთო, თუ შენ წარმართავ ჩემს გზას, რომელსაც ვადგავარ, ვდგავარ წყაროსთან და ყმაწვილ ქალს, რომელიც წყლის ამოსაღებად მოვა, ვეტყვი, ცოტა წყალი დამალევინე მეთქი შენი სურიდან და რომელიც მეტყვის, შენც დაგალევინებ და შენს აკლემებსაც დავარწყულებო, სწორედ ის იქნება ქალი, რომელიც უფალმა შენ ბატონიშვილს გამოგზადა. ჯერ არ და მე სრულებინა სიტყვა, რომ ხარზე სურა შემოდგმული რებეკა დავინახე. ჩავიდა ჭასთან, წყალი ამოიღო, უთხარი დამალევინე მეთქი. მაშინვე ჩამოიღო სურა მხრიდან და მითხრა, დაალიე და აკლემებსაც დაგირწყულებო. მეც დავლიე და აკლემებსაც დაალევინა. ვკითხე, ვისი ასული ხარ მეთქი? მითხრა, ბეთუელის შვილი ვარ, მილქასი და ნახორის ძისო. მაშინ გაუკეთე მას ნესტოზე რგოლი და ხელებზე სამაჯურები. მუხლი მოვიყარე და თაყვანი ვეცი უფალს. ვაკურთხე უფალი, ჩემი ბატონის აბრაამის ღმერთი, რომელიც ჭეშმარიტი გზით წარმომიძღვა, რათა ჩემი ბატონის ძმის ასული მივგვარო ცოლად მის ძეს. ახლა თუ გსურთ სიკეთე და ჭეშმარიტება ჩემი ბატონისათვის, მითხარით, თუ არა, ესეც მითხარით და წავალ ან მარჯვნი, ან მარცხნი. და მიუგეს ლაბანმა და ბეთუელმა. უფლისაგან გამოვიდა ეს საქმე და ვერც კარგს ვიტყვით და ვერც ცუდს. შენს წინაშეა რებეკა, წაიყვანე და წადი და გახდე შენი ბატონის ძის ცოლი, როგორც უფალს სურს. როცა მოისმინა აბრაამის მსახურმა სიტყვები, თაყვანის საუფალს მიწამდე. ამოიღო აბრაჰამის მსახურმა ოქროსა და ვერცხლის ნივთები და 60 და რებეკას მისცა. მის ძმასა და დედასაც მიერთო ძვირფასი საჩუქრები. ჭამეს და სვეს მან და მისმა თანხმლებმა კაცებმა. ღამე გააათიეს, დილით რომ ადგნენ უთხრა, გამიშვით ჩემს ბატონთან. მაგრამ ქალის ძმამ და დედამ უთხრეს, დარჩეს ყმაწვილ ქალი ჩვენთან, ათიოდე დღით მაინც, მერე კი წაიყვანე. მან უთხრა, ნუ დამაყონებთ, რადგან უფალმა წარმართა ჩემი გზები. გამიშვით და წავალ ჩემს ბატონთან. უთხრეს, დაუძახოთ ყმაწვილ ქალს და ვკითხოთ რა სიტყვის. დაუძახეს რებეკას და კითხეს, წახვალ ამ კაცთან ერთად? თქვა, წავალ. გაისტუმრეს რებეკა, მათი და მისი ძიძა, აბრაამის მსახური და მისი კაცები. აკურთხეს რებეკა და უთხრეს, ჩვენო დაო, მრავალ ათასეულად იმრავლე და დაიმკვიდრო შენმა შთამომავლობამ თავისი მტრების ბჭენი. შესხდნენ აკლემებზე რებეკა და მისი მხლებრები და წავიდნენ. წაიყვანა მსახურმა რებეკა და წავიდა. დატოვა ისააკმა ბერ ლახაი-როი და ნეგებში ცხოვრობდა. გავიდა ერთხელ ისააკის აღამოხანს ველზე სასენოდ. გაიხედა და მომავალი აკლემები დაინახა. გაიხედა რებეკამ და დაინახა ისააკი და აკლემიდან ჩამოეშვა. კითხა მსახურს, ვინ არის ის კაცი? ჩვენ შესახვედრან რომ მოდის ველზე? უპასუხა მსახურმა, ჩემი ბატონია.
და ჩამოიფარა რიდე ქალმა. ყველაფერი უამო მსახურმა ისააკს. შეიყვანა ისააკმა ქალი თავის დედის სარას კარავში და გახდა იგი მისი ცოლი და შეიყვარა ის და ნუგეში ეცა ისააკს თავისი დედის გარდაცვალების შემდეგ. ეს არის 24 თავი, რომელიც 67 მუხლისაგან შედგებოდა. ეხლა რაც შეეხება კომენტარებს და სათაური, რომელიც შეარჩია ბატონმა უორენმა, არის აი მოდის პატარძალი. უცნაურად ჟღერს, რომ დაბადების წიგნის ყველაზე გრძელი თავი მოგვითხრობს, თუ როგორ მოიყვანა კაცმა ცოლი. მიუხედავად იმისა, რომ ეს მნიშვნელოვანი თემაა და რა თქმა უნდა, ლამაზი ისტორია, იმსახურებს კი ის ამხელა დიდ ადგილს ბიბლიაში. მხოლოდ 31 მუხლი ეთმობა სამყაროს შექმნის შესახებ ისტორიას დაბადების წიგნის პირველ თავში. აქ 67 მუხლია დაწერილი იმის შესახებ, თუ როგორ გახდა რებეკა ისააკის ცოლი. ახლა კითხვა ისმის, თუ რატომ? ერთ მხრივ ეს თავი ხაზს უსვავს გარკვეულ განშორებას. ა ブラ ამმა ნათლად განაცხადა, რომ მისი ვაჟი არ უნდა დაქორწინებულიყო ქანაანელ ქალზე. მოსეს კანონი არ აძლევდა ებრაელ მამაკაცებს წარმართ ქალებზე დაქორწინების უფლებას. ამას მეორე რჯულში ვკითხულობთ მე-7 თავში. დღეს მორწმუნეებს არ აქვთ უფლება დაქორწინენ ურწმუნოებზე. მეორე კორინთელთა მე-6 თავში პავლე მოციქული ამას კარგად შლის და ასევე პირველ კორინთელთა წერილში მე-7 თავშიც ამაზე საუბრობს. დაბადება 24 თავი ეს დიდი წახალისება მათვის, ვისაც სურს ღვთისნება, რომ მოძებნოს, როცა მეუღლეს ირჩევს. დღეს მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვიყენებთ იმავე მანერას, რასაც ა ブラ ამის სახური აკეთებს, ხო? პრინციპები კვლავ ძალაშია. ჩვენ უნდა გვსურდეს ღვთისნება, უნდა ვილოცოთ და ვეძიოთ მისი ხელმძღვანელობა და მზად უნდა ვიყოთ, რომ დავემორჩილოთ და ყურადღებით მივყვეთ ღმერთის მიერ მითითებულ ქმედებებს. რა თქმა უნდა, როდესაც ამბავი ეხება აქ ქმარი არის ისააკი, ა ブラ ამის საყვარელი ვაჟი, მაშინ თხრობა და მაშინ ეს ისტორია უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. ბოლოს და ბოლოს ხომ ისააკია ის ცოცხალი რგოლი ღმერთის კურთხევის ჯაჭვი, რომელიც კულმინაციას მიაღწევს მერე მაცხოვრის იესო ქრისტეს დაბადებით. ამიტომ რაც არ უნდა მოხდეს ისააკთან, ეს იქნება ქორწინება, ეს იქნება მისი დავა, მისი ცხოვრების ნიუანსები, ასევე მისი შვილების დაბადება, ეს უდიდესი მნიშვნელობის მატარებელი არის. და ღვთის გეგმაში მას აქვს თავისი განსაკუთრებული ადგილი. მაგრამ ეს ისტორია, მის მიღმა ასევე უახლოვდება ხსნის თეოლოგიას. ის გვაძლევს სურათს, თუ როგორ იღებს ზეციერი მამა საცოლეს თავის ძისათვის და როგორ ურჩევს მას ეკლესიას. და აქ მოყვანილია მათეს 22 თავი, სადაც იგავე არის გასვოთ ქორწილზე, ნადიმზე, რო დაპატიჟებენ ადამიანებს. შეგიძლიათ ჩაიხედოთ მათეს 22 თავი, პირველიდან მე-14 მუხლები. ეკლესია შედარებულია საცოლესთან, ასევე ამას პავლე მოციქული აკეთებს მეორე კორინთელთა წერილის მე-11 თავში. ასევე ეფესელთა წერილის მე-5 თავში ასეთ ანალოგიას იყენებს პავლე. და ამჟამინდელ ეპოქაში სულიწმინდა მოუწოდებს ადამიანებს, რომ მიენდონ ქრისტეს, რათა იქნენ მასზე დაქორწინებული. გასვოთ რომაელთა წერილის მე-7 თავის მე-4 მუხლი. ისააკის და რებეკას ქორწინებაში ჩართული ელემენტები ასევე ჩართულია ქრისტესა და მისი ეკლესიის ქორწინებაში. ეხლა გამოვარჩიოთ მათგან 4. პირველი არის მამის ნება. ა ブラ ამი უკვე ჩვენ ვიცით, რომ 140 წლის იყო. და კიდევ 35 წოლი უნდა ეცოცხლა. ჩვენ ამას ვნახავთ 25 თავში, როდესაც ა ブラ ამი გარდაიცვალა, ის 175 წლის იქნება. მისი უდიდესი საზრუნავი იყო, რომ სიკვდილამდე ეპოვა ცოლი თავის ერთადერთი ვაჟისათვის, ისააკისათვის, რომელიც მას ძალიან ხრცოვან ასაკში შეეძინა. და ბუნებრივია, მამა განიცდიდა, რომ ისი არ გარდაცვლილიყო, რომ შვილი არ დაქორწინებულიყო. მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლო ღმერთს შეესრულებინა თავისი აღთქმის დაპირებები, რომ ა ブラ ამი მრავალი შთამომავლობით ეკურთხებინა და მათთვის ქანაანი სამემკვიდრეოდ მიეცა. იმ დროს შობლები იყო ის, ვინც შვილების ქორწინების საკითხს გეგმავდნენ და გადაწყვეტდნენ, ხოლო კაცი და ქალი როცა დაქორწინებოდნენ, მხოლოდ ამის შემდეგ იწყებდნენ ერთმანეთის გაცნობას და სიყვარულის სწავლას. დღეს სოფლიოს დიდ ნაწილში სიტუაცია განსხვავებულია. ხა ჩვენ არ ვიცით, ვინ იყო ეს უფროსი მსახური.
თუ ეს ელიაზარი იყო, რომელიც მე-15 თავშია მოხსენიებული გახსოვთ, როდესაც ა ブラ ამი შეჩივლებს ღმერთს, რომ მას არავინ არ აყავს გარდა ელიაზარისა, მაშინ ის ძალიან მოხუცი უნდა ყოფილიყო. იმიტომ დაბადების მე-15 თავში აღწერილი მოვლენები უკვე 50 წელზე მეტი ხნის წინ მოხდა. ა ブラ ამი მას ფიცში სამ რამეს თხოვს, რომ ის არ მოუყვანდა ცოლს ისააკს ქანაანელი ქალებიდან, მეორე, აუცილებლად ეს ქალი უნდა ყოფილიყო ა ブラ ამის ნათესავებიდან, მესამე, რომ არ დააბრუნებდა ის ისააკს ა ブラ ამის ყოფილ ქვეყანაში. იმის თქმა რომ თავის სახუს ეს რთული დავალება დააკისრა, ა ブラ ამმა ასევე რამდენიმე გამახნევებელი სიტყვაც უთხრა მას, რომ ღმერთი წარუძღვებოდა მას და ღმერთი მოძებნიდა შესაფერის სარძლოს. ღმერთი 65 წლის განმავლობაში ხემძღვანელობდა და აკურთხებდა ა ブラ ამს და მას ჯეროდა და წამდა, რომ ახლაც არ მიატოვებდა ამ მნიშვნელოვან მომენტში. გარდა ამისა, ღმერთმა ა ブラ ამს კონკრეტული დაპარება მისცა, რომ მისი შთამომავლობა დაიმკვიდრებდა მიწას. ამიტომ ეს ნიშნავდა, რომ მის ვაჟს უნდა ყოლოდა ცოლი, რომელიც მას შვილს გაუჩენდა. საბოლოოდ ღვთისანგელოზი წაუყვებოდა, წარუძღვებოდა მსახურს წინ და მიიყვანდა იმ შესაფერის ქალთან. ა ブラ ამი რწმენის კაცი იყო, რომელსაც წამდა ღვთის სიტყვის და იცოდა თუ როგორ გამოიყენებინა იგი კონკრეტულ სიტუაციებსა და გადაწყვეტილებებში. ის ცდილობდა ყოველნაირად ღვთის სიტყვისადმი მორჩილებას, რადგან ჭეშმარიტი რწმენა ყოველთვის მორჩილებას იწვევს. რაც უფრო მეტს ვფიქრობთ ღვთის სიტყვაზე, მით უფრო მეტ ჭეშმარიტებას დაინახავთ მასში და მით უფრო მეტ მიმართულებას მიიღებთ მისგან. ეს ეხება ქორწინების, თქვენი მოწოდების, მსახურებისათვის, თქვენი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში შესახებ გადაწყვეტილებებს ყოველთვის ღვთის სიტყვით უნდა ოპერირებდეთ და მიმართულებას იღებდეთ. ჩვენ არ მივენდობით ღვთის სიტყვას და არ დავემორჩილეთ მას, ის ჩვენ არ წაგვირძღვება და ამას იგავების მესამე თავში სოლომონი კარგად გადმოცემს. როგორც ა ブラ ამს სურდა თავისი ძისათვის პატარძალი, ასევე ღმერთმა გადაწყვიტა, რომ თავის საყვარელი ძისათვის პატარძალი მოეძებნა. რატომ? არა იმიტომ, რომ იესოს რაიმე სჭირდებოდა, რადგან ღვთისმარადიული ძე თვითკმარი და თვითყოფელი იყო და არაფერი სჭირდებოდა მას. პატარძალი მამის სიყვარულის გამოხატულება იყო. ეს იყო საჩუქარი ძისადმი. ჩვენ ჩვეულებრივ ხას უსმენთ, რომ ძე არის მამის სიყვარულის საჩუქარი მსოფლიოსათვის. ამას იოანეს სახარების მესამე თავის მე-16 მუხლში ვეცნობით. მაგრამ გვავიწყდება, რომ ეკლესია მამის სიყვარულის საჩუქარია უკვე ძისათვის. იგივე იოანეს სახარება მე-17 თავში, როდესაც ლოცულობს ქრისტე, იქ შლის ამ თემას. მარადისობის ღვთაებრივი რჩენის თანახმად, მამამ აირჩია დაკარგული ცოდულების გადარჩენა თავისი მადლით. ძე ამაზე დათანხმდა, რომ მომკვდარიყო მსოფლიო ცოდვებისათვის და სულიწმინდა კი დათანხმდა, რომ ეს საქმე გამოეყენებინა ყველა მორწმუნის ცხოვრებაში და ხორცში შეესხა ამისათვის. ეს გამოვლინდა ეფესალთა პირველი თავის პირველ ნაწილში, სადაც ხედავთ, რომ ღმერთი მამის საქმეს, ასევე ღმერთი ძის და ასევე ღმერთი სულიწმინდის აკეთებენ ამას სამივე. განსაკუთრებით გაითვალისწინო, რომ ხსნის ამ დიდი გეგმის მიზეზი ღვთის განდიდება იყო. ისინი, ვინც ენდობიან ქრისტეს, იქნებოდნენ განსაკუთრებული ხალხი, მისი მემკვიდრეობა და მისი პატარძალი მოუტანდა დიდებას ქრისტეს დედამიწაზე და მთელ მარადისობაში. ერთ დღესაც იესო ქრისტეს ექნება სიხარული, რომ წარუდგინოს თავის პატარძალი დიდებაში მის მამას. ამას ებრაელთა წერილის მე-12 თავი გადმოგცემს და ასევე იუდას წერილი მე-24 მუხლში. შემდეგ ჯერზე, როცა პრივილეგია გექნებათ იესო ქრისტეს შესახებ მოწმობის თქმის, გახსოვდეთ, რომ თქვენ ხალხს, რომლებსაც უქადაგებთ, მის ქორწილში იწვევთ. შემდეგი არის მსახურების დამოწმება. მსახურის დამოწმება. მსახური. არც ა ブラ ამი და არც ისააკი არ წასულა პატარძლის საძებნელად. დავალება ანონიმურ მსახურს მიეცა. ჩვენ არა გვაქვს აქ სახელი. ასე რომ სრულიად შესაძლებელია, რომ ეს ელიაზარი არ იყო. როგორც აღვნიშნეთ, ის ამ დროისათვის უკვე ძალიან მოხუცებული იქნებოდა. და ეს მსახური, რომელიც სახელი ჩვენ არ ვიცით, ფაქტია, რომ ძალიან
ერთგული იყო აბრაამის. მისი საყვარელი სახელი აბრაამისთვის იყო ჩემი ბატონი, რომელიც მან ამ ნარატივში 19-ჯერ გამოიყენა. მეც თუ ატყობდით რო ვკითხულობდი, აბრაჰამი წერია ახლა ბოლო იმაში, იმიტომ შეეცვალა მან სახელი, ხშირად ბევრჯერ მომიწია, ხო 19-ჯერ ვახსენეთ აბრაამი. ის ცხოვრობდა და ემსახურებოდა მხოლოდ თავის ბატონის სიამოვნებისათვის და ეს კარგი მაგალითია ჩვენთვის, რომ დღესაც ჩვენ მას მივბაძოთ და ვიცხოვროთ იესო ქრისტესათვის. მონამ ბრძანებები ბატონისაგან მიიღო და არანაირად არ შეუცვლია და არც გადაუკეთებია. სიტყვა სიტყვით მიუტანა მსმენელებს. როდესაც მან მორჩილების აღთქმა დადო, ის გულწრფელად დასრულებდა მას და ბოლომდე მიიყვანა იგი. მიუხედავად იმისა, რომ წარმატებული იქნებოდა თუ წარუმატებელი, მონამ იცოდა, რომ ანგარიში უნდა ჩაებარებინა ბატონისათვის და სურდა, რომ ამის გაკეთება უხერხულობის გარეშე შეიძლებოდა. მაგრამ როგორ იპოვიდა ის შესაფერის ქალს თავისი ბატონის შვილისათვის? მსახური მოქმედებდა რწმენით აბრაამისა და ისააკის ღმერთის მიმართ. მას სწამდა ღვთის აღთქმის და ენდობოდა ღვთის განგებას, რომელიც მას წარმართავდა ამ გზაზე. მან დრო დაუთმო ლოცვას და ღმერთისათვის დახმარების თხოვნას და თვალი გახელილი ჰქონდა მუდამ თუ რას გააკეთებდა და რას მოიმოქმედებდა ღმერთი. სინამდვილეში სანამ ის ლოცულობდა, ღმერთმა უკვე მას პასუხი გაუგზავნა. და იქნება სანამ მომიხმობენ, უპასუხებ ჯერ კიდევ ლაპარაკში იქნებიან რომ შევისვენ. ამას ესაია ახსენებს 65:24 მუხლში. მსახური არ იყო იმპულსური, არამედ ელოდა უფალს, რომ დაენახა თუ რას იზამდა იგი. ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ქვას დავაფუძნებ სიონში, გამონაცად ქვას, ძვირფას ქვაკუთხეს, საიმედო საძირველს და მასზე მინდობილი შიში ვერ ააჩქარებს. ამასაც ესაია გადმოგცეს 22 თავის მე-16 მუხლში. შემდეგი ქვეთავი არის პატარძალი. თავისი განგებით ღმერთმა მიიყვანა რებეკა ჭასთან. ზუსტად მაშინ, როდესაც მსახური ლოცულობდა და მან ზუსტად შეასრულა ის, რაზეც მსახური ლოცულობდა. მსახურმა ის გააკეთა, რასაც გარკვეულწილად გედეონი წლების შემდეგ გააკეთებდა. გახსოვთ ხო, როდესაც საჯულებში მე-6 თავში აღწერილია, როცა გედეონს უნდა რომ დარწმუნდეს, რომ მას ანგელოზი ელაპარაკება, მან საწმისი გააძრო და დადო მიწაზე და ღმერთს თხოვა, რომ არ დასრულებულიყო საწმისი. გახსოვთ ხომ ეს სასწაული, რომ დადასტურებულიყო, რომ ის ვისაც ელაპარაკებდა, ეს ღმერთის ანგელოზი იყო. ეხლა ეს შეიძლება არ არის საუკეთესო გზა ღვთის ხალხისათვის მისი ნების დასადგენად. რადგან პირობები, რომელსაც ჩვენ ღმერთს ვთავაზობთ, შესაძლოა არ შეესაბამებოდეს მის ნებას. ამიტომ ჩვენ ხილვით არ დავდივართ, არამედ დავდივართ წმენით. ასეთი ნიშნების მოთხოვნით შეიძლება საბოლოოდ ღმერთიც კი გამოვცადოთ და ცოდვაში ჩავდგათ ფეხი. თუმცა ღმერთმა მაინც დააკმაყოფილა მსახურის, გახსოვთ და ასევე გედეონის საჭიროებები და მასი მოთხოვნილებები და წარმართა ისინი და გაუკეთა ის, რაც მათ თხოვეს. რებეკა ვერც კი წარმოიდგენდა, რომ უცხო ადამიანისათვის ხომ ესეთ მოგრძალებულ დავალებას რომ ასრულებდა, ის თურმე თავის მომავალ ბედს ამითი განსაზღვრავდა და ამ კაცის პატარძლად გადაიქცეოდა. და ღვთის გეგმის ამ დიდ ნაწილში თავის როლს ითამაშებდა. ხომ გახსოვთ, ის იაკობის დედა გახდებოდა. იაკობი კი ისრაელის 12 ტომის მამა გახდებოდა. წლების წინ მე წავიკითხე წერლის ციტატა, რომლის სახელიც მარტო მარსდენის სახელით იყო ცნობილი, მაგრამ ის ჩემში ძალიან ღრმად დარჩა. ყოველი ღონისძიება დიდებულ შემთხვევად აქციე, რადგან არის ის, ვინმე მას როდის გადააქცეს უფრო უდიდეს ადგილადო. მსახური ცდიდა და აკვირდებოდა რებეკას, რათა ენახა იქნებოდა თუ არა ისააკისათვის კარგი ცოლი. მას შეეძლო დაენახა, რომ ის იყო კეთილი, სასიამოვნო, თამდაბალი, ჯანმრთელი და შრომისმოყვარე. 10 აქლემის დარწყულება ეს პატარა საქმე არ არის. ხანძგლივი ლაშრობის შემდეგ წყურვალ აქლემს, ერთ აქლემს შეეძლო 40 გალონი და გალონში 4 ლიტრა ჩადის. 40 გალონი წყლის დალევა. წარმოგიდგენიათ? რებეკას მთელი ეს წყალი ხელით უნდა ამოეღო. ვისი ასული ხარ? ეს იყო მთავარი კითხვა, რომელიც ნებისმიერ სურვილმა უნდა დაუსვას.
რა თქმა უნდა, მსახური დაინტერესებული იყო თავისი ოჯახით, მაგრამ ამ კითხვას უფრო ფართო მნიშვნელობა აქვს დღეს ქრისტიანი მორწმუნეებისათვის, როგორც მამაკაცებისათვის, ასევე ქალებისათვის. ეს იგივეა, რო უთხრა ადამიანს და შეეკითხო: ხარ თუ არა ღვთის შვილი? დაიბადე ხელახლა თუ არა ღვთის ოჯახში? არ და რა ტრაგედია, როდესაც მორწმუნეები ურწმუნოებზე ქორწინდებიან და ცდილობენ, რომ ღვთის სრული კურთხევის გარეშე სახლი შექმნა და მისი თავისი ოჯახი დააფუძნონ. შემდეგი არის ოჯახი. რებეკამ საჩუქრები აიღო და სახლში გაიქცა, რათა მამამის, დედას და ძმას, ლაბანს, რომელიც როგორც ჩანს, სახლის ლიდერი იყო. თუ ხედავთ, ლაბანი წარმართავს მოლაპარაკებებს. რათა ეთქვა, რომ გულუხ უცხოელს ღამის გასათევ ადგილი სჭირდებოდა. სტუმართმოყვარეობა აღმოსავლეთის პირველი კანონი იყო, ამიტომ ოჯახი სტუმრის შესახვედრად გავიდა. ლაბანის ხასიათი 24 მუხლში კარგად არის ნაჩვენები. ის უფრო მეტად აღფრთოვანებული იყო ძვირადღილებული საჩუქრებით, ვიდრე უცხო ადამიანისათვის სტუმართმოყვარეობის გამოვლენით და იმ პრივილეგიით, რასაც ნიშნავდა სტუმრის მიღება. ისააკის და რებეკას ვაჟი იაკობი წლების შემდეგ, ჩვენ ამას წავიკითხავთ, აღმოჩნდება და გაიგებს, თუ როგორი გაიძვერა თაღლითი იყო სინამდვილეში მისი ბიძა ლაბანი. ამას ჩვენ დაბადების 39 თავში წავიკითხავთ. მსახური არ ჭამდა, სანამ თავის მისიას არ შეასრულებდა. ის საკუთარ თავზე არ საუბრობდა, არამედ ისააკსა და მის დიდ სიმდიდრეზე. 10 აქლემისაგან შემდგარი ჯოგი ამ ამბოლაში დაეხმარა, რადგან ეს მთელი დელეგაცია იყო. მან გაიხსენა თავისი გამოცდილება ჭასთან და პირველად რებეკა, როდესაც აღმოაჩინა. თუ როგორ საინტერესოდ გაართვა რებეკამ თავი იმ ლოცვას, რომელიც ჩაფიქრებული ჰქონდა ამ მსახურს. მაგრამ საინტერესო იყო ხლა, გაუშვებდნენ თუ არა რებეკას და გააყოლებდნენ თუ არა მას. სანამ ამ კითხვებზე პასუხს გავიგებთ, უნდა შევჩერდეთ და ვნახოთ, თუ როგორ ასახავს მსახური სულიწმინდის მოქმედებას დღევანდელ სამყაროში, როდესაც ის გვაძლევს იესო ქრისტეს შესახებ მოწმობას ჩვენს სხვებისათვის მისაცემად. გასვოთ მოციქულთა საქმეები პირველი 8. აბრაამის მსახური არ საუბრობდა საკუთარ თავზე, არამედ თავის ბატონსა და მის სიმდიდრეზე. ჩვენც ანალოგიურად უნდა ვისაუბროთ ღმერთის სიდიადეზე და იესო ქრისტეს მსხვერპლშეწირულ მოსიყვარულე ბუნებაზე. მან მოგცვა ბატონის სიმდიდრის ნიშნები, ისევე როგორც სულიწმინდა გვაძლევს პირველ ნაყოფს და წინასწარ ჩვენი სულიერი სიმდიდრეს ქრისტეში. მაგრამ უფრო საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის. თხოვთ გადახედოთ ეფესელთა პირველ თავს და ასევე იონეს სახარების მე-15 თავს, მე-16 თავს. მაგრამ უფრო საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის, როგორც ვთქვი, მსახურის საქმე არ იყო, რომ ეკამათა ან მოესყიდა რებეკა. არამედ უბრალოდ მისი საქმე იყო, რომ ბატონის დანაბარები გადაეცა მათთვის. ასევე წარმოეჩინა მისი ბატონი, თუ ვინ იყო და როგორ აკურთხა ის ღმერთმა. მან რებეკა კი არ აიძულა ისააკზე დაქორწინებულიყო. მან უბრალოდ მისცა მას ფაქტები და გადაწყვეტილების მიღება კი მას დაუტოვა. ეს შესაძლებლობა რებეკას ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ არაფერია ცუდი იმაში, რომ ხალხს გადარჩენისაკენ მოუწოდოთ, როგორც მოციქულთა საქმეებში მეორე თავში პეტრე აკეთებს, მაინც ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ არ ვეცადოთ დავიკავოთ სულიწმინდის ადგილი, რომელსაც მხოლოდ მას შეუძლია ადამიანის გულში შესღწევა და დარწმუნება და ბოლომდე საქმის მიყვანა. ამას უკვე ჩვენ იონეს სახარებაში იესო ყვება მე-16 თავში, როცა აღწერს მე-7 და მე-11 მუხლებში ამას. შემდეგი არის პადარძლის ნება. რებეკას ძმა და დედა თანახმა იყვნენ, რომ რებეკა ისააკის ცოლი გამხდარიყო. მაგრამ მათ სურდათ, რომ მას სახლიდან წასვლამდე სულ მცირე 10 დღე დალოდებოდა. ეს ბუნებრივი თხოვნა იყო, რადგან მშობლებს სურდათ, რაც შეიძლება მეტი დრო გაეტარებინათ მასთან და შესაძლოა მეზობლებიც კი მოეწვიათ მათთან ერთად ამის აღსანიშნავად. შემდეგ ჩვენ ამას დაბადების წიგნის 31 თავში ვნახავთ, როდესაც იაკობი გადაწყვეტს ლაბანის ქალიშვილებზე დაქორწინებას, ხო?
რა თქმა უნდა, ისინი აღფრთოვანებული იყვნენ მსახურის მიერ მათთვის მიცემული სიმდიდრით, რომელიც სავარაუდოდ ქორწინების ზითევი იყო და უეჭველად მათ სურდათ მეტი გაეგოთ ისააკის შესახებ და რებეკას სახლის შესახებ, რომელიც მასთან ერთად იზრდებოდა. მსახური იმიტომ კი არ აყოვნებდა თავის თხოვნის წარდგენას, რომ მას უნდოდა თავისი მისიის შესრულება არ შეყოვნებულიყო და მისი ბატონთა დროზე დაბრუნილიყო პადარძლით ხელში. როდესაც ხედავთ, რომ უფალი შენთან არის და მოქმედებს, ეს არის სწორედ ის მომენტი, რომ არ გაჩერდე და გააგრძელო ეს ქმედება. მან სთხოვა, რებეკას არჩევნის გაკეთების საშუალება მიეცა და რებეკამ უპასუხა: მე წავალ. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ყველა ცოდვილმა უნდა მიიღოს, თუ მას სურს ქრისტეზე დაქორწინება და მისი სამყოფლის გაზიარება ზეცაში. ეხლა, რა მაიძულა რებეკა, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება მიიღო? პირველი, მან გაიგო ისააკის შესახებ და დაიჯერა. მან დაინახა მისი სიდიადის, კეთილშობილებისა და სიმდიდრის დასტური და სურდა მთელი ცხოვრება მასთან ერთად გაეტარებინა. მას გვახსოვდეს, რომ არასოდეს ენახა ისააკი. ამას პირველი პეტრეს პირველი თავის მერვე მუხლშიც ვკითხულობთ, მაგრამ მის შესახებ მოსმენელმა დაარწმუნა, რომ მსახურთან ერთად ქანაანში წასულიყო. მის მშობლებს და მეგობრებს შეეძლოთ რებეკასთვის მრავალი არგუმენტი წარედგინათ, რათა მას მოეცადა და დალოდებოდა ან თუნდაც უარი ეთქვა სტუმრის თხოვნაზე. შენ არასოდეს არ გინახავს ეს კაცი. შეიძლება მსახური თაღლითი იყო. ისააკის საცხოვრებელ ადგილამ თითქმის 500 მილი იყო გასავლელი, ხომ? ეს სადღაც ალბათ 800 კილომეტრი გამოდის. ეს გრძელი მოგზაურობა იყო. შეიძლება შენი ოჯახი ვეღარასოდეს ვერ ნახო. ნახეთ? შეიძლება ეს არგუმენტები მას თავში მოსვლოდა, მაგრამ მას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი გაეგრძელებინა ეს გრძელი და რთული მოგზაურობა და გამხდარი იყო იმ კაცის ცოლი, რომელსაც მხოლოდ ამ უცხო სტუმარის გადმოცემით იცნობდა ეხლა. დღესაც ასევე აშკარაა ამ გადაწყვეტილების გამოყენება ხსნილი ადამიანებისათვის. მათ არ უნდა გადადონ ქრისტესათვის გადაწყვეტილებების მიღება. ეს არის რწმენის გადაწყვეტილება, რომელიც დაფუძნებულია სულიწმინდის მიერ მოწოდებულ მტკიცებულებაზე, სიტყვისა და ეკლესიის მოწმობის მეშვეობით. ცოდვილი, რომელიც გადადებს მისი სულის ხსნისათვის ქრისტეს მიღებას, ის უკვე საფრთხეშია, რომ დაკარგოს ღვთის ოჯახის წევრობის შესაძლებლობა, რათა იცხოვროს ზეცაში. ამას ჩვენ იოანეს სახარების მე-14 თავში იესო ქრისტე გადმოგცემს. დღეს თუ გსურთ მისი ხმის მოსმენა, ნუ გაიქვავებთ გულებს. გახსოვთ ებრაელთა წერილი მე-3 თავი, მე-7 და მე-15 მუხლები. აჰა, ახლა მოწყალების ჟამი. აჰა, ახლა ხსნის დღე. მეორე კორინთელთა 6:2. დიდი ევანგელისტური ჯვაროსნული ლაშქრობის დასკვნით წირვაზე, რომელიც ჯორჯ ტრუეტმა, რომელიც მან ტეხასის შტატში ქალაქ ფორტში უესებ ჩააბარა, ამ დოქტორ ტრუეტმა დალასის პირველი ბაპტისტური ეკლესიის მაშინდელმა პასტორმა უზარმაზარ კრებულს უთხრა: სატანას არ აინტერესებს მოდიან თუ არა კაცები და ქალები ღვთის სახლში. ასეთ საზოგადოებრივ მსახურებას და იქნებიან თუ არა ყურადღებიანი, სერიოზულები და ღრმად შეწვრთნებული. თუ რელიგიურ შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებენ და გამოუყენებელი დარჩებიან, ეს არის მისი ყველაზე დიდი ინტერესი. სიარულით შეიძლება ბევრი დადიოდეს ეკლესიაში, მაგრამ თუ ადამიანმა გულით და გონებით არ შემოbruna ქრისტესაკენ და არ მიუძღვნა თავისთავი, ყოველგვარი მისი მცდელობა უაზროა. ორასაშინელი ასეთი შესაძლებლობა, რომ რელიგიური ესეთი შანსი მოვიდეს და უნაყოფოდ გვერდზე ჩაგვიაროს. და ეს სულის გადარჩენის ყველაზე უმაღლესი შანსი დაიკარგოს და ხელი დაიქნას განშვებული. და თანაც სამუდამოდ. მართლაც საშინელი შესაძლებლობაა, ხომ? როდესაც მას ხელიდან გაუშვებ. საუკუნე ნახევრის წინ ჩარლს სპერჯენმა ლონდონის კრებას უთხრა ამ ადგილთან დაკავშირებით, როცა ამ ადგილს განიხილავდა დაბადების წინში. 10 დღე თითქოს არ ჩანდა ძალიან დიდად, მაგრამ შეიძლება 10 დღე ბევრი რამე შეეცვალა და დაგვიანებულიყო. 1 დღე თითქოს და დიდად არ ჩანს, მაგრამ 1 დღემ შეიძლება გადაწყვიტოს ყველაფერი და დაგვიანებული იყოს. და სამუდამოდ ხელიდან გაუშვათ ჩვენი სულის ხსნა. დიახ, 1 წუთით დაგვიანება ეს მთელი დაგვიანებაა. ეს სიტყვა სპერჯენმა წაიკითხა
მეტროპოლიტენის ტაბერნაკლის შეკრებაზე. მთელი ისტორია ნათლად აჩვენებს, რომ ღმერთმა აირჩია რებეკა ისააკისათვის, რადგან მისი განგებულებით ხელმძღვანელობდა ყოველ ნაბიჯზე. მიუხედავად ამისა, რებეკას მოუწია ისააკზე არჩევნის გაკეთება. არ არსებობს კონფლიქტი ღვთაებრივ უზენაესობასა და ღვთის განგებასა და ადამიანურ პასუხისმგებლობას შორის, ანუ ადამიანის არჩევას შორის. სინამდვილეში იესომ ორივე ერთ განცხადებაში გვანახა. ყველაფერი, რასაც მამამ აძლევს ჩემთან, ანუ ღვთაებრივ უზენაესობას მოვა და ვინც ჩემთან ადამიანურ პასუხისმგებლობას მოვა, მე არ გავაწევებ. ეს არის იოანეს სახარების 6:37-ში. ვიმეორებ. ყველაფერი, რასაც მამამ აძლევს, ჩემთან მოვა. ესე იგი, ჩემთან ღვთაებრივ უზენაესობას, რომ ღმერთი მოიყვანს მას და ვინც ჩემთან მოვა, ნახეთ, ეს უკვე ადამიანური პასუხისმგებლობა, მე არ გავაწევებ. კითხვა იმაში კვლავ მდგომარეობს, ცოდვილმა რო დასვას, მე ღვთის არჩეული ვარ თუ არა. ამიტომ ძმებო, კიდევ უფრო გულმოდგინედ ეცადეთ განამტკიცოთ თქვენი მოწოდება და რჩეულობა. თუ ასე მოიქცევით, არასოდეს წაიბორძგებთ. ეს შეგონება მორწმუნეებისათვის დაიწერა მეორე პეტრეს წერილში, პირველი თავის 10 მუხლში და არა დაკარგული ცოდვილებისათვის. კითხვა, რომელიც დაკარგულმა ცოდვილმა უნდა დასვას, არის, რა უნდა გავაკეთო, რომ გადავრჩე? განა ის არჩეული ვარ თუ არა მე, არამედ რა უნდა გავაკეთო, რომ გადავრჩე? გახსოვთ მოციქულთა საქმეები 16:30 და ამაზე პასუხი ასეთია: იწამე უფალი იესო ქრისტე. აი, რა უნდა გააკეთოს ცოდვილმა ადამიანმა. როდესაც ღმერთი გველაპარაკება, ეს არის დრო, რომ უპასუხოთ და ვირწმუნოთ იესო ქრისტე. ესაია 55:6-7. მე წაგიკითხავთ ამას დეტალურად. ეძიეთ უფალი, სანამ შეიძლება მისი პოვნა. მოუხმეთ, რადგან ახლოსაა. მიატოვოს ბოროტეულმა თავისი გზა და უმართლონ თავისი ზრახვები. დაუბრუნდეს უფალს, ჩვენს ღმერთს და ის შეიწყალებს, ვინაიდან მრავალმოწყალია იგი. რადგან ჩემი ზრახვები თქვენი ზრახვები არ არის და თქვენი გზები ჩემი გზები არ არის, ამბობს უფალი. და როგორც ზეცაა დედამიწაზე მაღალი, ჩემი გზებიც ასევე მაღალია თქვენს გზებზე და ჩემი ზრახვები თქვენს ზრახვებზე. რადგან როგორც წვიმა და თოვლი ჩამოდის ციდან და აღარ ბრუნდება უკან, თუ არ დაარწყულა დედამიწა, არ განაყოფიერა და არ აღმოაცენებინა, რომ მისცეს თესლი თესლს და პური მჭამელს, ასე იქნება ჩემი სიტყვა, რომელიც გამოდის ჩემი ბაგიდან, ფუჭად არ დამიბრუნდება იგი, რადგან იმას მოიმოქმედებს, რაც სურს და მიაღწევს იმას, რისთვისაც გავგზავნე. შესანიშნავი სიტყვებია, ხომ? ჩვენ ვიღებთ ჩვენს გადაწყვეტილებებს, წერდა ფრენკ ბორჰემი. და შემდეგ ჩვენი გადაწყვეტილებები იცვლება და ჩვენ გვეხება ისინი. სახლიდან წასვლის მომენტიდან რებეკა ღვთის განსაკუთრებული განგებულებით ზრუნველობის ქვეშ იყო და ახლა ის ამაღელვებელი გეგმის ნაწილი იყო, რომელიც მთელ სოფლიოს მოუტანდა ხსნას. ის რომ დარჩენილიყო მესოპოტამიაში და დაქორწინებულიყო ადგილობრივ მამაკაცზე, ჩვენ ვეღარასოდეს ვეღარ გავივნებდით მის სახელს. შემდეგი არის საქმროს დახვედრა. 24 თავის ბოლო ნაწილში ჩვენ ეს წავიკითხეთ 6 მუხლში, 61-დან 77 მუხლში. აკლემები დღეში დაახლოებით 25 მილის გავლას ახერხებდნენ და საჭიროების შემთხვევაში 60 მილის გავლაც კი შეეძლოთ. ხოლო საშუალო ფეხით მოსიარულო დღეში დაახლოებით 20 მილს დადიოდა. 10 აკლემისაგან შემდგარი მატარებელი, ეს ქარავანი თავისი მსახურებითა და ცველებით ადვილად შეძლებდა მოგზაურობა ჰებრონიდან მესოპოტამიამდე და უკან დაახლოებით, რომელიც იქნებოდა 900 მილი, ორ თვეზე ნაკლებ დროში დაეფარა. მსახური ისეთი ადამიანი, რომელიც არ უშვებდა დაყოვნებას და მოუთმენლად თავისი დავალების წარმატებით დასრულებას. აბრაამი და ისააკი, რა თქმა უნდა, ლოცულობდნენ მისთვის და მისი მისიისათვის და მოთილოცვებიც შესმენილი იქნა. ისააკი განასახიერებს ჩვენს უფალ იესო ქრისტეს მის სასწაულებრივ დაბადებაში და მის მზადყოფნაში დამორჩილოდა მამას, რათა გაეწირა მისი სიცოცხლე. ჩვენ უკვე შევნიშნეთ, რომ მე-19 მუხლი არ გვეუბნება, რომ ისააკი მამასთან ერთად დაბრუნდა. გახსოვთ, ჩვენ როცა წავიკითხეთ წინა თავები, სადაც შეწირვა მოხდა, იქიდან ჩვენ გვახსოვს, რომ მორიას მთიდან
ისინი არ არის ნაგულისხმები, მაგრამ რა თქმა უნდა, ერთად დაბრუნდებოდნენ. ეს გამოტოვება მიანიშნებს ჩვენი უფლის ამაღლებაზე, რომ ის დაბრუნდა დიდებაში, რათა დალოდებოდა თავის პატარძლის მიღების დროს. 1 თესალონიკელთა წერილის 4 თავის 13 და 18 მუხლები. ისააკი იმ დროს მამასთან არ ცხოვრობდა, როგორც ჩანს, მაგრამ ჰებრონის სამხრეთით იმყოფებოდა და საკუთარი სახლის სამზადისში იყო. ისააკი გაიგივებულია ჭებთან, როგორც მამამისი, ისევე როგორც აბრაამი გაიგივებულია სამსხობლოებთან. წყალი ძვირფასი ქონება იყო და ფრთხილად უნდა ყოფილიყო დაცული. ჭის სახელი ისააკისათვის წახალისება იქნებოდა, როდესაც ის მსახურის დაბრუნებას ელოდებოდა. ჭა მისი, ვით ცოცხალია და მხედავს. გასვოთ მე-16 თავში ეს არის ზუსტად რა სახელიც იქნა დარქმეული ამ ჭაზე. თუ ღმერთი აგარზე იზრუნებდა და მის მოთხოვნილებას დააკმაყოფილდა, ის აუცილებლად იზრუნებდა ისააკზეც და მისცემდა მას ცოლს, რომელიც მას სჭირდებოდა მესიანური ხაზის შესანარჩუნებლად. იეჰოვა არის ცოცხალი ღმერთი, რომელიც ყველაფერს ხედავს და ყველაფერს გეგმავს თავის დიდებისა და შვილების საკეთილდღეოდ. დაბადების 24 თავში აქ მე-63 მუხლში ნათქვამია, რომ ისააკი 7 და ლოცვის კაცი იყო, რომელიც მარტოობაში უფლის საქმეებზე ფიქრობდა. ფსალმუნი 1:2. ხოლო მისი ცოლი, როგორც ჩანს, რებეკა უფრო აქტიური პიროვნება იყო, ამიტომ ამათ სახლში ძალიან კარგი ბალანსი იქნებოდა. ორივემ ერთმანეთი შორიდან დაინახეს და რებეკა ცხენიდან ჩამოვიდა, რათა ფეხი შეხვედროდა მას. იმ დღეს ეტიკეტის დარღვევად ითვლებოდა, თუ ქალები უცხო მამაკაცების თანდასწრებით ცხოველებზე იყვნენ ამხედრებულები. მან ასევე ჩამოიფარა რიდე, რომელიც მის მოგრძალებასა და კდემამოსილებას მორჩილების დასტური იყო. ნიშნავენ, რომ ისააკი თავის პატარძალს საღამოს შეხვდა. აქ არის აღწერილი საღამო ჟამი იყო, რადგან როდესაც იესო თავის ეკლესიისათვის მოვა, ეს სულიერი სიბნელის დროს მოხდება, რომელთა წერილი 13:11-14. ისევე როგორც რებეკასთვის ახალი დღე გათენდა, ასევე იესო ქრისტეს მოსვლა ახალი დღის დადგომას გამოიწვევს მისი ერთგული ადამიანებისათვის. ესეც 1 თესალონიკელთა მე-5 თავშია, როცა ეკლესია ატაცებული იქნება. მაგრამ ეს შეხვედრა გაცილებით მეტს მოიცავდა, ვიდრე უბრალოდ პატარძლის თხოვნა. მონამ ასევე ანგარიში ჩააბარა თავის ბატონს, ძეს 66 მუხლში, როდესაც იესო ქრისტეც თავის ეკლესიისათვის მოვა, იქნება არა მხოლოდ მხიარული ქორწილი, რომელიც გამოცხადების მე-19 თავში აღწერილი, არამედ ასევე საზეიმო სამსჯავროც, რომელთა წერილის 14 მე-14 თავი და მეორე კორინთთა მე-5 თავი ამას აღწერენ, სადაც ჩვენი საქმეების შემოწმდება და ჯილდოებიც გადაეცემა. 1 კორინთელთა მე-3 თავი და მე-4 თავი. ისააკთან ეს ერთი ნახვით სიყვარული იყო, მაგრამ რა დაინახა იესო ქრისტემ ჩვენში, რომ მისი პატარძალი გამხდარიყავით? ჩვენ ვიყავით მეამბოხეცოდულები, რომლებსაც არ ჰქონდათ არც სილამაზე, არც მომხიბლეობა, არც ღირსება, რითიც შეიძლებოდა ჩვენ გვეტრაბახა, მაგრამ იესო ქრისტემ მაინც შეგვუყვარა და ჩვენთვის მოკვდა, რომელთა წერილი 5:6-8. რებეკამ ისააკისაგან რამდენიმე საჩუქარი მიიღო, მაგრამ ახლა, როდესაც მისი იყო, მას ყველაფერი ქონდა, რაც ისააკს ებადა. მათი ცხოვრება ერთი იყო და ასევეა ქრისტესა და მისი ეკლესიის შემთხვევაშიც. ეფესელთა მე-5 თავი ამას გადმოგცეს, რომ ჩვენი საგანძურები ძალიან უთვალავი არის და დაუთვლელი. გაცილებით მეტია, ვიდრე, ასე რომ ეს გაცილებით მეტია, ვიდრე ძველი იდეალური სიყვარულის ისტორია. ეს შეიძლება ასევე გახდეს თქვენი თითოეულის სიყვარულის ისტორია დღესაც. თუ თქვენც ასევე მიენდობით იესო ქრისტეს და იტყვით, მეც წავალ. თუ უკვე ეკუთვნით იესო ქრისტეს, მაშინ უნდა იყოთ ერთგული იმ მსახურის მსგავსად, რომელიც აბრაამა გაუშვა ისააკის საცოლის მოსაყვანად. ასე რომ უამბეთ ეს ამბავი სასიხარულო სხვებს, ამბავი ქორწინებისა და დიდებული საქორწილო ნადიმების შესახებ, რომელიც ყველა ქრისტიანს ელის, მამა ღმერთის და იესო ქრისტეს ცათასასუფეველში. მოიწვიეთ ისინი, რათა თქვან მათ, რომ მეც წავალ. მადლობა მოსვენისათვის.